მე მინდა ეს წუთი გამოვიყენო ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე საუბრისთვის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები იმას რომ გარკვეული სტერეოტიპის მსხვერპლები არიან, ამართლებენ ხოლმე ქართული ტრადიციები. ჩვენ ახლა უძველეს და უდიდეს ტრადიციების მქონე ქალაქში ვიმყოფებით და მინდა რომ აი ამ ქალაქიდან უთხრა ყველას. ნუ მიგაჩნია ტრადიციად თუნდაც ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ქექვა და გამიჯნეთ ერთმანეთისგან რა არის ტრადიცია და რა არის სტერეოტიპი. ტრადიციასაც თავისი პერიოდები აქვს, ხო რაღაცა დროს მოჭამს. იყო ტრადიცია მაგალითად ჩემს სამშობლოში თუშეთში, როცა ფეხმძიმე ქალი ბოსტელში იყო ხოლმე მშობიარობის პერიოდში. ხა წარმოიდგინეთ დღეს იგივე სიტუაცია რო იყოს რა. ადამიანები სხვებს უნგრევენ პირად ცხოვრებას თავიანთი თვითკმაყოფილების მიღების ხარჯზე. გამოდიან ვითომ ტრადიციების დამცველები და დადგებიან გაჭორავენ ის ვის მანქანაში ჩაუჯდა, ვისაც აყვა, ვისაც ამოყვა ციხეში იჯდა, ცუდია, კარგია, განიხილავენ ამ ადამიანებს რა და საჯაროდ განიხილავენ თან. რასაც მე ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოსდევს. უბედური შემთხვევები მოსდევს ამას. იმიტომ რომ ყველა ადამიანი არ არის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი, როგორც ადამიანი. და ვიღაცამ შეიძლება ვერ გაუძლოს ამას წავიდეს და ჩაიხჩოს მტკვარში თავი. სხვაზე იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა რომ ის განათხოვარია და მე იმას ცოლად არ მოვიყავ ელემენტარულად რა. არ არის ტრადიცია ის, რომ დაუძახო ქალს, მოდი აქ შენი დედაო უთხრა და რომ მოვა. შენ გაგიმარჯოსო, სადღეგრძელო დალიო იმის.